ვიღაცა ეჯახება და გადააგდებს ხარ რინგიდან. ხო, აი შენს გიყურებ მან ხედავ. თუ არ ჯერა, მოდი ნახე და დაიჯერებ. მარტო იმითი შეგვიძლია ამ ყველაფერს ხარი დაუჭიროთ, რომ თუნდაც გადავაზიაროთ, თუნდაც მოვიდეთ, ვნახოთ, გადავიღოთ, გავავრცელოთ და იმ ხალხამდე მივიდეს ამ ყველაფრის შესახებ ხმა, ვისთვისაც ანუ ვინც საჭირო არის იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუწყოთ, რა. თუ ეხმაურებთ ერთად ყველანი, შევძლებთ, რომ ეს ყველაფერი უფრო უკეთესი გამოვიდეს. ეხლა მე წავედი, იმიტომ რომ მაინტერესებს კიდე იქ რა ხდება. გამარჯობა, მე ვარ თორნიკე ანდრიაძე, ზოგიერთი მიცნობთ როგორც ოზი, ზოგიერთი საერთოდ არ მიცნობთ, ასე რომ გამიცანით და იცოდეთ ვინც ვარ, მაგრამ რატომ უნდა იცოდეთ მე ვინ ვარ? ალბათ იმიტომ რომ იმის გარდა მე YouTube-ზე ვარ და სხვა პლატფორმებზე, ასე ვარ ძალიან დიდი ტექ ენთუზიასტი და საქართველოს game development-ში რაღაცები გამიკეთებია, ამბობენ ყოველ შემთხვევაში. ხო და დღეს აქ წარმოდგენილი ვარ როგორც ჩემი თავი, როგორც ჩემი ბარი და საჭმელები და არა როგორც წამყვანი, როგორც შარშან, იმიტომ რომ შარშან რამდენადაც დიდი იყო ეს ფესტივალი, წელს ცოტა უფრო მოკრძალებული არის და აი ზუსტად მაგაზე მინდა მესაუბრა რამოდენიმე სიტყვით რა, ანუ ესეთ რაღაცებს რაც აქ ხდება, ამისგან რაღაცებს ყოველთვის ჭირდება ხალხისგან და არა მარტო ხალხისგან, კომპანიებისგან ხელშეწყობა რა და თუ გვინდა რომ ისეთი მაღალ ტექნოლოგიური ქვეყანა ვიყოთ, როგორც ჩვენ თავში წარმოგვიდგენია, თუ გინდა რომ ყავდეს ისეთი მაგარი სპეციალისტები, რომლებსაც აი აქ ხედავთ, რომლებიც იზრდებიან და ამათ ჭირდებათ ამ ყველაფერზე ისევ და ისევ ხელშეწყობა, ეს ვერაფერი ვერ გამოვა იმ ხალხის გარეშე, რომლებიც მართავენ დიდ კომპანიებს და ამ დიდ კომპანიებს აქვთ იმისი ფინანსური ანუ საშუალება, რომ ამ ადამიანებს ხელი შეუწყონ, რომ უფრო დიდი შესაძლებლობა, უფრო დიდი და უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ თავი წარმოაჩინონ. ხო და აი ზუსტად რა რამდენიმე წუთი რადგანაც მე აქვს აქ გასაუბროთ, ვისაუბროთ მაგაზე, რომ ხალხო რა გჭირთ ახლა რა, ანუ ჩემთვის კი არ მინდა მე ეს ფული ავთოსაც არ უნდა თავისთვის ეს ფული უნდა ამ სფეროს განვითარებაში, ეს ფული არის საჭირო იმისათვის, რომ აი ეს ახალგაზრდები, ათასობით ადამიანი, რომელიც აქ არის დღეს და აქ იყო და წავიდა კიდე რა, მათ განვითარებას მოხმარდეს რა, ანუ ხო ხედავთ და გიხარიათ ქართველის წარმატება ხოლმე რა, ილია თოფურია ხო გიხარია რომ მიდის და ხალხს თიშავს, მერაბდვალიშვილი ხო გიხარია რომ აკეთებს ამ რაღაცას, რამდენი ისეთი მაგარი ტიპი ყავს ექსპეროში, რომლებიც არ იცით თქვენ. ანუ აი მაგ ხალხთან, რომლებიც არ იცით, იმიტომ რომ უბრალოდ არ ჩანან, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ არ გვაქვს მაგაცე დიდად ინფორმაცია, ესე ვთქვათ, საჯაროდ რა, ესე ვთქვათ. და ასე აქ ეს ხალხი რომელიც არ იცნობთ ამათ. მოდით ნახეთ, რა მაგარი ბავშვები არიან, ანუ 12-13 წლის ბავშვები აწყობენ რობოტებს, რომლებიც თვითნებურად დადიან, რომლებიც თავისით აკეთებენ აი რაღაც ძალიან მაგარ რაღაცებს რა. და რავი, ამ ყველაფერს ჭირდება ისევ და ისევ ხელშეწყობა და რავი, დაუდგეთ ამათ ყველა ერთად გვერდში რა. საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით რადიო ქალაქში ჩატარდა STEM და რობოტიკის ჩემპიონატი, სადაც სხვადასხვა კატეგორიების მიმართულებით იღებდნენ მონაწილეობას როგორც სტუდენტური გუნდები, ისე სასკოლო გუნდები. ჩატარდა სუმო რობოტების შეჯიბრება, სასკოლო რობოტების შეჯიბრება, ასევე STEM პროექტების კონკურსი და გაიმართა მინი და მეგა სუმოს კატეგორიების შეჯიბრება. გარდა ამისა, ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა წარმოადგენს თავიანთი ინტერაქტიული სტენდები და დამსწრე საზოგადოება საშუალება ჰქონდა, რომ გაცნობოდა სხვადასხვა საინტერესო მიმართულებას, მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებებში, ქვიზებში და მხიარულად გაეტარებინათ გარემო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური აქტივობების ჩატარება და გვინდა რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით. მე ვარ დაში ნაზრიშვილი, აგრარული უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის სტუდენტი და დღეს მეგასომო კატეგორიის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი. ჩვენი გუნდი არის RageByte. შეჯიბრებებში მონაწილეობა დავიწყეთ სადღაც მეორე კურსზე რო ვიყავით, ხა მესამეზე ვართ. და რამდენიმე მოვიგეთ, ზოგში დავმარცხდით, მაგრამ დღეს გავიმარჯვეთ, რაც ძალიან გვიხარია. ძალიან ბევრი ღამე გავუსვენეთ, დილით გვეგონა რომ ვეღარ გამოვიდოდით უკვე, იმიტომ რომ რაღაცები გაგვიფუჭდა, რაღაცები ვერ ავამუშავეთ, მაგრამ უკვე აქ რომ მოვედით, ბოლო მომენტში ამუშავდა და ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული. გამარჯობა, მე ვარ ფარნავაზ ტყემალაძე, GRA-ის მეგობარი. დღეს სუმო შეჯიბრისთვის ვიყავი წამყვანი. ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო, უფრო მეტ ხალხს ველოდოთ, მაგრამ ვინც გამოჩნდნენ, იმათაც ძალიან საინტერესო რობოტები ყავდათ. რამოდენიმე ძალიან მოულოდნელად დამთავრდა ჩემთვის, საერთოდ არ წარმომედგინა. საინტერესო გუნდები იყვნენ, საინტერესო ხალხით და უფრო საინტერესო რობოტებით. იმედია უფრო მეტი იქნება სამომავლოდ და უფრო დაძაბული, საინტერესო იმასთან შედარებით, რომ დღეს იყო. რა თქმა უნდა, დღესაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ყოველთვის წინ და ზევით და ზევით.
გამარჯობა, დღევანდელ ღონისძიებაზე 10X-ი წარმოდგენილი არის იმისათვის, რომ ტექნოლოგიები დაინტერესებულ ხალხს გააცნოს თავისი კურსი. ჩვენ ვასწავლით front-end developments, web designs, graphical designs და project managements. ჩვენი კურსი არის უფასო და გელოდებით, რომ თქვენი მომავალი კარიერა ერთად შევქმნათ. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ ნუცავან ოფიშვილი, სკოლა საერთაშორისო სახელობის გიმნაზია IAJS-დან და დღეს მინდა გესაუბროთ ჩვენი სკოლის STEM-ის პროექტზე. ჩვენი ინტერაქციული დაფა არის განკუთვნილი მე-5-დან მე-7 კლასელების ჩათვლით, რადგანაც ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეს არის გარდატეხის ასაკი ბავშვებისთვის და მათ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე იცვლება, როგორც მათი ემოციები და ძალიან უშლით ეს ხელს სწავლაში. ჩვენი ინტერაქციული დაფა გამოსახავს სხვადასხვა ემოციებს, სევდას, ბედნიერებას და აღელვებას და ბავშვს ეხმარება, რომ განიტვირთოს სანამ საკალთო ოთახში შევა. ჩვენი ინტერაქციული დაფა ასევე არის აღჭურვილი სპიკერით და LCD ეკრანით, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა და დღეს ვართ ილიაუნის გამოფენაზე წარმოდგენილი და ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი გამოფენები, რათა ხალხმა ნახოს სხვადასხვანაირი პროექტები, ინოვაციები და დაეხმაროს პოპულარიზაციაში სხვადასხვა სკოლებს და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ სიფრაშვილი. ასევე წარმოვადგენ სერვატეს სახელობის გიმნაზია IAJS და დღეს მსურს რომ გავაგრძელო საუბარი ჩვენს პროექტზე სახელად ემობორდზე. პირველ რიგში მადლობას მოვუხდი ამ შეკრების ორგანიზატორებს, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენი პროექტის წარმოჩენისთვის. მადლობა ჩვენს მენტორს ნინო აბესაძეს და მადლობა ჩვენ სკოლას. როგორც უკვე ისაუბრეს, ეს არის ინტერაქტიული დაფა, რომელზეც არის გამოსახული სამი ემოცია. მისი მთავარი მოტივი არის, რომ მოსწავლეებს დაეხმაროს ემოციების რეგულაციაში და გაკვეთილზე არ შევიდნენ ემოციებით დატვირთულნი. უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენი პროექტი არ არის დასრულებული, ვაპირებთ რომ დავამატოთ კვლევები და ვაპირებთ რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა დაწესებულებებთან. ამიტომაც მზად ვართ, რომ თქვენც მიგიღოთ და ჩვენ თანამშრომლოთ და დიახ, მადლობა ყველაფრისთვის და ვაპირებთ რომ ფიზიკის და საიენსის და ასე შემდეგ სხვადასხვა განხრით დავამატოთ სხვადასხვა გამოკვლევები. მადლობა დიდი. გამარჯობა, მე ვარ გაბრიელ კობახიძე და პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ ასეთ შეკრებებს აწყობთ. მე ავაწყე რობოტი, რომელიც ხსნის ნებისმიერ თავსატეხს. ამ შემთხვევაში აწყობს 3-3-ზე კუბიკ რუბიკს. პირველ რიგში აქ აქვს სენსორი, რომელიც ხედავს ფერებს. ამით იტრიალებს და თითოეულ ფერს ხედავს. შემდეგ ამით შეუძლია რომ ამოატრიალოს კუბიკ რუბიკი. და შემდეგ იწყებს აწყობას. მოგესალმებით, მე ვარ ქალაქმოწის ნოვემბერ-4 სკოლის STEM კლუბის მოსწავლე ნიკოლოზ ფანჩულიძე და დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენი კლუბის ჭკვიანი სკოლის მოდელს, რომელშიც გაერთიანებულია უსაფრთხოების სისტემა, ჯანმრთელობის მონიტორინგი და ეკოლოგიური მართვის სისტემა. გამარჯობათ, მე ვარ ქალაქმოწის მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ალექსი კუპრავა. და მინდა ვილაპარაკო ჩვენს პროექტზე. ეს პროექტი ინოვაციურია, რადგანაც ერთ მოდელში აერთიანებს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და ეკოლოგიური გარემოს მართვის სისტემებს. ეს არის უბრალოდ макеტი, ეს არის მოქმედი STEM კონსტრუქცია, რომლის განხორციელებაც რეალურ პირობებშია შესაძლებელი. მინდა ვილაპარაკო შესვლის სისტემაზე. ყოველ მოსწავლეს აქვს სპეციალური RFID ბარათი, რომელიც შესვლისგან გამოსვლის დროს დაადებს წამკითხველი მის ვინაობას ამოიცავს და კარებს გააგებს ავტომატურად. ის ადამიანი, რომლის ბარათიც არ არის რეგისტრირებული, რო დაადებს წამკითხველს არ გაიხსნება. აქვე გვაქვს ხმაურის მონიტორინგი, ვიცით რომ ხმაური ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ შევქმნით ეს სისტემა, რომ დაგვებალანსებინა, გაგვეგო თუ რამდენი რა დიდ რამხელა დონეს აღწევს ხმაური. როდესაც ხმაური 70 დეციბელს გადაასდენს, სისტემა ჩაირთვება. ჩვენ ავაწყეთ რობოტი მინი სუმო კატეგორიაში. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა მოგება. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი ყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მოვიგეთ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშოვნობთ ამ რობოტისთვის. არაერთი დღე და ღამეც კი გაგვიტარებია რობოტის კეთებაში და ანუ გუნდურმა მუშაობამ და ყველა იმ რა ქვია ყველა ის რაც ჩავდე ჩვენ ამ რობოტში გამოიწვია ის რომ ჩვენ მოვიგეთ რუმინეთში საგზური.
მოგესალმებით, მე ვარ ჟანა მოსიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ბაკალავრატის მესამე კურსის სტუდენტი. დღეს წარმოდგენილი ვართ მე და ურარტუს მცურავი, რომელიც არის უშხამო სახეობა. ზოგადად ჩვენი მიზანი არის მსგავს ფესტივალებში მონაწილეობით, რომ ცნობიერება ავამაღლოთ სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის მიმართ, რომლის შესახებაც ზოგადად საზოგადოებას ან ინფორმაცია არ აქვს, ან ეშინია, ან სისხლის გრძნობა აქვს გაჩენილი. ამიტომ ცნობიერებას ვუმაღლებთ, ვცდილობთ რომ შეეხონხოლმე კიდევაც და ამით ასე ვთქვათ სიყვარულს ვნერგავთ მათ მიმართ. რაც შეეხება ტექნოლოგიებს მეცნიერებაში, ძალიან გვეხმარება ტექნოლოგიები კვლევის დროს. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ ხოლმე დრონებს, ან ზოგადად ლაბორატორიებში მიკროსკოპებს, რომელიც გვაძლევს საშუალებას უკეთესად დავაკვირდეთ ცოცხალ ორგანიზმებს, ან ისეთ ტერიტორიებს, რომლებსაც ასე ვთქვათ მარტივად ვერ მივაღწევთ. გიორგი ახალაია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კიბერსაფრთხოების ასოციაციის კიბერსაფრთხოების კვლევარი. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ყველა ჩვენგანი იყენებს ციფრულ მოწყობილობას, ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს, ყველასათვის უკვე აუცილებელი არის კიბერსაფრთხოება. ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ ეს მხოლოდ არის პროფესია, მიმართულება ტექნოლოგიებით დაინტერესებული ხალხისათვის, თუმცა დღესდღეობით კიბერსაფრთხოება არ არის არჩევანი, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ სწორად გამოვიყენოთ ციფრული მოწყობილობების სერვისები, სწორად დავიცვათ პირადი სივრცე და ასევე კორპორატიული პასუხისმგებლობა, რაც სამსახურის მხრიდან გვაქვს. ამიტომ სამეცნიერო კიბერსაფრთხოების ასოციაცია აქტიურადაა ჩართული საქართველოში და რეგიონში კიბერსაფრთხოების ცნობიერების და მგზავრობის ასამაღლებად და შესაბამისად პერიოდულად ვთავაზობთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, ლოკალურ პროექტებს, საქართველოს მოსახლეობას, დაწყებული სკოლის ასაკიდან, სტუდენტებით და ზოგადად მოსახლეობით დამთავრებული. პირველ რიგში მოგესალმებით რობოტიკის ფესტივალიდან. მე ვარ ირაკლი ხეჩიკაშვილი, პროფესიით ექიმი, პარამედიკოსი, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი, პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური გადაუდებელი სპეციალისტი, ასევე გახლავართ პირველი დახმარების ცენტრის გადაუდებელი დახმარების ინსტრუქტორი და დღეს მინდა ვისაუბრო ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორც არის პირველი გადაუდებელი დახმარება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ გულბრძის ანიმაციას, არამედ დეფიბრილაციასაც, საუბარი ავტომატურ გარეგან დეფლექტორზე. სამწუხაროდ უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არ არის და ამისთვის მზადნა იყო ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, ხო? რეალურად სასწრაფოს მოსვლამდე თვითმხილველის რგოლი სიცოცხლის გადარჩენის ჯარში არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ სწორად და სწრაფად დაწყებული გულბრძის ანიმაციას შეუძლია გაასამაგოს ადამიანის გადარჩენის შანსები. გარდა ამისა, საბედნიეროდ, რადგან რობოტიკის ფესტივალზე ვართ, მინდა გაგაცნოთ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი, რომელსაც შეუძლია რომ თავიდან ბოლომდე მოგწეს ინსტრუქტაჟი, ჩვენი მთავარი მოვალეობა, მხოლოდ ჩავართოთ აპარატი, რასაც დამოუკიდებლად მოყვება აპარატის ხმოვანი სიგნალი, უკვე მათ შორის ქართულად, აპარატის შეძენა შეიძლება ჩვენთან მოახერხოთ. გარდა ამისა, აპარატ შეუძლია რომ მოხსნას ისეთი საშიში არითმია, რასაც ქვია პარკუს დაფიბრილაცია, ეს არის სასიკვდილო არითმია, რომელიც უბრალოდ სამწუხაროდ გულის გაჩერებების 60%-ში ადგენს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი უნდა იდგეს ყველა ხალხურ ადგილზე. ბოლო кейსს შეგახსენებთ, ეს იყო ისრაელში სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც იყო გულის გაჩერება ქუჩაში, 12 მეტროს ადგილში, სადაც სწორედ ამ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის საშუალებით ასე ვთქვათ, მოხდა იმ გულის მუშაობის აღდგენა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ადამიანი, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული უნივერსიტეტი თუ არაექიმები დამთავრებული, ყველა ადამიანი უნდა იყოს მზად ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში სხვა ადამიანის დახმარებისთვის. რაშიც როგორც გითხარით, გვეხმარება ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს არის ის ინოვაცია, ასე დავარქვათ, რობოტი, მოწყობილობა, რომელიც პრაქტიკულად შეცდომას არ დაგაშვებინებთ. თავარია რომ ეს step by step პრინციპით მივყვეთ აი ამ აპარატს. რასაც გიკარნახებთ აპარატი, თქვენ თუ ამას ზედმიწევნ შეასრულებთ, ადამიანის გადარჩენის შანსები კვეთრად იზრდება. დაახლოებით 50%-ზე ზევით იზრდება. ყველაზე მთავარი რაც არის აპარატის გამოყენებაში არის ის, რომ პირველივე წუთზე მიწოდებული ელექტროშოკი, ანუ ჩატარებული დეფიბრილაცია უდრის დაახლოებით 90% გადარჩენის შანსებს. ამიტომაც ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი იყოს ყველა ხალხურ ადგილზე. ამისთვის საჭიროა, რომ გადამზადდეს თუნდაც დაწესებულების სტაფი,
რიგითი ადამიანები, არა ექიმები, ნებისმიერი პროფესიის ადამიანები, ვისაც ხელი მიუწვდება ასე თქვა ძალიან აპარატზე. ტრენინგები არ არის გიხდნენ, ეს არის დაახლოებით 5 საათიან ტრენინგი, ну მარტივად რო ვთქვა, საქართველოში პრიორიტეტების გადანაწილება გვიჭირს სამწუხაროდ, იმიტომ რომ 5 საათს ვერ ვუთმობთ იმ ასე ვთქვათ სწავლას, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს სიცოცხლის გადარჩენაში. რამდენი ადამიანი უნდა მოგვიდეს მეტროსადგურში და რამდენი ბავშვი უნდა გარდაიცვალოს ვაკის პარკში, რომ მივხვდეთ იმას, რომ ჭირდება პირველი გადაუდებელი დახმარების სწავლა. ვისურვებდი, რომ ეს პირველი დახმარების ტრენინგები იყოს უფრო აქტიურად ჩატარებული, უფრო ბევრი ადამიანი იყოს, რა თქმა უნდა, ამით დაინტერესებდა, რა თქმა ამ ყველაფრით შემცირდება ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფთა რისკები გარდაცვალების. აქვე მინდა პატარა სტატისტიკა ჩავამატო. 2017-18 წლებში მხოლოდ თბილისში გარდაცვალების 1028 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 70% გარდაცვალების იყო სახლში. ანუ რის თქმა უნდა, თუ ჩვენ ერთხელ მაინც მოგვიწევს გულფრით რეანიმაციის ჩატარება, დიდი ალბათობით ეს იქნება სახლის პირობებში, ну შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენი მეგობარი, მეზობელი, ну ან ასე შემდეგ. ამიტომაც ვისურვებდი, რომ პირველი გადაუდებელი დახმარება, ну საუბარია მინიმუმ გულფრით რეანიმაციაზე, გაიაროს ბევრმა ადამიანმა ნებისმიერი პროფესიის და მიხედვით. გისურვებთ ჯანმრთელობას და გისურვებთ ბევრ გადარჩენის სიცოცხლეს. მადლობა. მოგესალმებით, მე გახლავართ ნატალია კიკნაძე, ბიოქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ინსტიტუტში. ბიოქიმიური და ბიოლოგიური მეცნიერებებისთვის ტექნოლოგია არის განუყოფელი ნაწილი, იმიტომ რომ ტექნოლოგიის გარეშე ფაქტიურად არ შეგვეძლებოდა მედიცინის მართვა, კურნალობა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტების და ბიოლოგიური აღმოჩენების გაკეთება ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი ლაბორატორია ფაქტიურად დაფუძნებულია სხვადასხვა ტექნოლოგიაზე, თუმცა ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ბიოლოგიური მეცნიერებები ასევე აუცილებელია ტექნოლოგიური განვითარებისთვის. ადრე ტექნოლოგია გვეხმარებოდა განვითარებაში და ახლა ჩვენც ვეხმარებით ტექნოლოგიაში. მაგალითად, არსებობს ისეთი მეცნიერება, როგორიც არის ბიომიმიკა, სადაც ბიოლოგიურ მეცნიერებაზე დაყრდნობით აკეთებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ აღმოჩენებს, რომლებიც შემდგომ ადამიანობას, კაცობრიობას ეხმარება.